და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გავალამაზოთ ჩვენი სივრცე, ბინაში, აგარაკზე, ეზოში, ოფისში. რადიო იმედის დილის არხის ეთერშია რუბრიკა მწვანე რჩევები, ელისო ხარჩილავასთან ერთად. მოგესალმებით, ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები, როგორც ყოველთვის ყოველ ოთხშაბათს ამ დროს გავდივართ ეთერში, ელისო ხარჩილავა ჩვენთან ერთად და სტუმარი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო თემით შემოგვიერთდა ზამბახების საქართველოში, ზამბახების კოლექციონერი ქალბატონი ირინა ბარბაქაძე. სტუმარი, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით, თან ულამაზეს ყვავილზე უნდა ვისაუბროთ და ვფიქრობ, ისტორიით დავიწყოთ. ხო, ყოველს თავის ისტორია. ყველა მცენარეს თავისი ისტორია აქვს და ეხლა ზუსტად ამისი სეზონი არის ამ ზამბახების და რაღაცა შორეული წარსულიდან ჩვენ გვახსოვს რომ ზამბახები ყოველ შემთხვევაში მე ასე მახსოვს მარტო სასაფლაოზე იყო თურმე ეგ და მარტო იყო მუქი ლურჯი ფერის ხო და ეხლა რასაც უყურებ მე Facebook-ზე და 1-2-3 წლის წინ რაც აღმოვაჩინე პირველი იყო თამარ ხონელიძესთან ეს ზამბახები აი კულტურული შოკი მქონდა საოცარი და საოცარი ფერები აქვს ზამბახებს იმდენი პალიტრა ფერების არ ვიცი აი საოცრება რა ზეღანაც ვისაუბრებ მაგაზე მკვეთრი წითელის გარდა კლასიკური წითელი რაც არის რომლის ფერმენტსაც ნაკლებად იღებს ვერ იმაშვება იღებს ზამბახი და ამაზე მიდის მუშაობა ჰიბრიდიზატორების მიერ რომ წითელი ფერი და ეს საკმაოდ სოლიდური ჯილდოც არის ამაზე მაგ ფერის გარდა ნებისმიერი პალიტრა შერეულად ზოლებში ორფერში სამფერში ნებისმიერი ფერი შეგიძლია ერთი ფერი ზამბახებიც არსებობს ხო აი მხოლოდ მარტივი ფერის ზამბახებიც არის თუმცა იქაც გვაქვს კიდე განსხვავება მოდი იმ ისტორიას გავაგრძელებ სასაფლაოდან საკმაოდ რამდენიმე საუკუნეა უკვე და ზამბახები შემოვიდა და ესე თავიდან თვალშისაცემი არ იყო, მაგრამ მე ნელ-ნელა რომ მიაგნეს იმას, რომ შეიძლება ჯიშის გაუმჯობესება, ფერის გაუმჯობესება აქტიურად წავიდა მუშაობა. ის მარტივი ზამბახები, რომელიც ისტორიულ ზამბახებს ვეძახი და რატომღაც ძალიან მიყვარს მაინც რაღაც ის ძველი ზამბახები, უფრო მარტივი ყვავილით იყო, უფრო ფერებიც მხოლოდ მარტივი, აი ის ლურჯს რო ამბობს ელისო, ღია ცისფერი, ყვითელი, თეთრი იყო ისტორიული და ამაზე მე არგუმენტი რომ ის სასაფლაოს ყვავილია და ამიტომ ზოგს უყვარს და ან არ უყვარს, ანუ საშუალო ფენა ესე არ არსებობს. მაგათი არგუმენტი ვინც ფიქრობს რომ ზამბახი არის სასაფლაოს ყვავილი, მინდა უთხრა რომ ზამბახი იწყებს ყვავილობას ისეთ პერიოდში, როდესაც აღდგომა შემოდის. ამ პერიოდისთვის არ ყვავი შენ არც ვარდები, ნარცისებიც უკვე გადასულია. სავარაუდოდ ამ მიცვალებულების პატივსაცემად იყო ზუსტად ეს, რომ ეს ზამბახები გადიოდა სასაფლაოზე, თორემ რეალურად ეხლა მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი ყვავილია ყველას. საოცრება არის და სურნელიც ახასიათებს. ზოგს ლიმონის სურნელი აქვს, ზოგს მკვეთრი, ზოგს ოდნავი ის სურნელი აქვს, ანუ ძალიან სამშობლოს რაც შეეხება. მე როგორც ვიცი, უბრალოდ ფლორენციაში ამისი ბაღიც დიდი, საკმაოდ ყველაზე დიდი ბაღი და რა ვიცი, გეგმავთ აქაური მეძამბახებს, რომ იქნება მიმსგავსებული რაღაც ბაღი შექმნათ, საერთო ბაღი საქართველოში, საერთო სივრცე ზამბახებით, მეტი დავაინტერესოთ პოპულაცია გაუკეთოთ ქართულ ზამბახს, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ჯიში ირისი იბერიკა, რომელიც აი ენდემურად ქართულია, უფრო ალპურ ზონებშია და ძალიან განსხვავებული ვიზუალით არის და უნდა პოპულარიზაციაც ამას და რატომაც არა ანუ ეს არის ერთადერთი რომელიც მხოლოდ საქართველოში ყვავის და ძალიან ეს ტურიზმის საფუძველი შეიძლება იყოს როგორც სხვა ქვეყნებს აქვს და ინტერესებიც არის მაგის აი ეს ჩვენი ქართული ენდემური ზამბახის გამრავლება და გარყიდვა მე არც მინახია თუ ზოგადად გამრავლები რიცია უფრო დაბალ ზონებში უფრო უჭირს გამრავლებაც იმიტომ რომ ალპური ზონიც არის თუმცა არის დაბლა ბარშიც ჩამოიტანეს მაგალითად რამდენიმეზე ადგილობრივ კოლექციონერებს ყველას აქვს, მაგრამ ესე რომ გამოიყვანო და თქვა შეიძლება უფრო თქვა ვიღაცა რომ მოხდა იმ ადგილზე და ჩამოიტანა მეტროებთან ან ისეთ ადგილებში სადაც ყვავილები იყიდება, ჰქონდეს გასაყიდად. და მე ვთვლი რომ თუ ესეთ ზამბახს დავინახავთ გასაყიდად ჯობია ისე ჩვენმა ხალხმა იყიდოს, წამოიღოს და გამამრავლოთ ადგილზე. კი მიდის ამაზე რომ არ მოვთხაროთ, მაგრამ რაღაცა გვაქვს მაინც ის რომ თვალი რო გარბის ალბათ მაინც მოაქვთ გასაყიდად და ჯობია ისე მოხდეს ისეთის ხელში, ვინც მერე გადაამრავლებს და ხო გაავრცელებს და თქვათ
შეუნარჩუნებს ამ კულტურას საქართველოს. ძალიან ბევრი ფერი გვაქვს, ძალიან განსხვავებული ფორმების, აქვთ ძალიან მეტი ვთქვათ გოფრირებული ფოთოლი, რაზეც ფასიც არის ვთქვათ დამოკიდებული. ფასები რაზე არის დამოკიდებული? აი სიტყვაზე რომ ჩვენ არ შევწდეთ, ეხლა მეც არ ვიცი ზამბახების ფასები და არც ნინო. ამიტომ ხა ისტორიული მალე მრავლდება ზამბახი, ის ისტორიულები, რომელსაც ვამბობთ, მაგრამ ეს ჰიბრიდული ჯიშები არ მრავლდება ისე აქტიურად, როგორც ისტორიული, ანუ 3-4 წლის მერე ვიწყებთ პირველი ბუჩქის დაყოფას, ანუ რო ჩავრგავთ და 4 წლის მერე უკვე უნდა დავშალოთ. თუმცა იქიდან არ ამოდის 10 და 15 სადედ ენერგი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქტიურად მარტივად მრავლდება, არ ფუჭდება, არ დაავადებების მიმართაც მდგრადი არის. საკმაოდ მდგრადი ის არის. ერთადერთი უნდა მავნებლები, რო ვებრძოლთ მავნებლებისგან და სხვა მხრივ ახლა ისეთი ის არ უნდა, აი უფრო ფოთლოვან კვებას ვაძლევთ საწყის ეტაპზე, სანამ კოკორში შევარო, მაინც იქ ლოკოკინასაც ცოტა წვნიანი ღერო აქვს და უყვარს მიირთმევს გემრიელად, ამიტომ ვებრძვით მაგას, ლოკოკინას ჭიმები ალბათ როგორ ამრავლებს ამ ლოკოკინას. ლოკოკინასაც ამრავლებს და ზამბახსაც უყვარს ზამბახი. მაინდამაინ ზამბახი ის. უყვარს, იმიტომ რომ ღერო აქვს წვნიანი. გასაგებია საკვებია მისთვის. დასაკმაოდ დოქტორ. აი ზოგადად ხა მოვლაზე საუბრობთ და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ხშირად დრო არ გვაქვს. მოგწონს თავშოთ ყვავილი, ძალიან მომწონს ზამბახი, მაგრამ ამ ყვავილს მცენარეს ყველას ხო თავისი მოთხოვნები აქვს. ნამდვილად კომფორტულია ზარმაცი, ასე ვთქვათ, საკმაოდ კომფორტულია ზუსტად, იმიტომ რომ არ უნდა ბევრი, აი როგორც ვარც გასხლა, უნდა იქ ფერხავზე უნდა მკურნალობა და რაღაც ყოველკვირა შეწამნა, ეგრე არ უნდა. ძირითადად 2-3 ჯერ ვახმართ ხოლმე ამ წამას თავიდან, სანამ ვთქვათ ის ფოთლოვანი კვება იწელს მაგალითად საკმაოდ ცუდი ამინდები იყო და სტრესის მოსახსნელად ჭირდებოდა ყვავილებს ვთქვათ ესეთი მცენარეული ფოთლოვანი კვება და ზამბახებს არ უნდა ბევრი არც სასუქი ორგანული სასუქი მით უმეტეს აი ნაკელი და ეგეთები არ შეიძლება არ უხდება პირიქით და სხვა მხრივ ძალიან მარტივად სულ ყვავის 2-3 თვე აპრილის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე დაახლოებით გვაქვს განმეორებით მოყვავილე ჯიშები რემონტატული რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ ყვავის თუმცა ეს ასორტიმენტი ძალიან ნაკლებია და მარტივი ფორმის ზამბახები უფრო მაგრამ აი დამიჯერეთ მოლოდინად ღირს მთელი წელი რომ ის 2 თვე 3 თვე უყუროთ ამ აი ფერად ეზო ძალიან აი ლამაზი ძალიან ბატონო ირინა მარტივი ფორმის ზამბახებიო სექტემბერში ყვავის და მარტივი ფორმის რომელია მარტივი არის რომელსაც არ აქვს თქვათ ჩახუჭუჭებული ფოთლები ანუ ძალიან შედარებით მომწონს და ერთი ფერის არის ეს მარტივი კი არის 2 ფერშიც აი ძველი ისტორიულებიც მაგრამ ესე მკვეთრები არის აი ყვითელი და თეთრი რო გადადის ორფერში. აი რას მივჩევთ ხო? აი სიტუაცია მომწონს გიჟდები და მეც მინდა ჩემს ეზოში. ქოთანში როგორ არის? აი ეზო არა გვაქვს. ზოგადად არის ეზოსი, მაგრამ რო გითხრა რომ ქოთანში ვერ გაძლებს, ახლა არის რომ ვარდებს უჭირთ ქოთნებში. არ უჭირს ეგრე. ამას არ უჭირს. საკმაოდ ისეთი ის არის, აქ ძელი ფესვი არა აქ იმას ზამბახს არ ჭირდება ძალიან ღრმა და დიდი ქოთანი. თუმცა იმ ქოთანს უფრო მალე შეავსებს და დასაყოფად მე უფრო მალე ჭირდება ვიდრე თქვა იგეზოში რომ გაიზარდოს. და თავიდანვე დიდი ზომის ქოთანი რო ავიღოთ? მაშინ დიდი და დაბალი უნდა არის. დიდი და დაბალი, ხო? თორემ რო თქვა რომ არ გიყვავილებს და ისა არ უჭირს. აი ყიდვა როდი შეიძლება? აი ამ ბოლქვის ყიდვა რომ მეზოში გადმოვიტანო. ზოგადად არც ერთი ყვავილის ყიდვა დაშლა ესე მოყვავილე პერიოდში არ შეიძლება. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ შეიძლება თქვა ფერები ვერ ავარჩიოთ ან ვერ დაგვემთხვას არის ახლა იყიდება მოყვავილე ენერგიები. ცოტა სიფრთხილით უნდა ამოვიღოთ რა თქმა უნდა. და თან ისეთი უნდა იყოს რომ ეს დედაძირი რომელზეც საყვავილე ის არის ღერო ამოტანილი მომავალ წელს იგივე ბოლქვი არ ყვავებს იმას უნდა ქონდეს შვილიკოები ორი მაინც რომ მომავალ წელს სადიდე ბოლქვი ქონდეს შესაბამისად ახლა არ არის პრობლემა იმისი რომ თქვა რაღაც განსაკუთრებული შენახვა არ ჭირდება მაგრამ
თვითონ აი სტანდარტულად და წესებით ზამბახების გაყიდვა იწყება, რომ დაიყვავილებს, მერე ღერო რომ დაუჭირდება, მერე იშლება და მერე გადის გასაყიდად. თუმცა დღევანდელ ბაზარზე უკვე იმის გამო რომ ვიზუალურადაც შევარჩიოთ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ, მარტო ფერით არა, ზოგს ფორმაა განსხვავებული, ზოგს უფრო გრძელი ფოთოლი აქვს და მერე ყურები ეს ჩამოეკიდება ხოლმე. კი, ხო და სხვადასხვა ის არის, ანუ ვიზუალური შერჩევისთვის ყვავილიანებიც იყიდება, თუმცა ეს არ აფუჭებს იმას, თუ კიდე რა მალევე მაინტერესებს, იცით, აი სიმაღლეების მიხედვითაც განსხვავდებიან ეს ზამბახები, აი ყველა ერთი დონის სიმაღლის არის. ზამბახები ყვავილობას რომ იწყებს, იწყებენ ჯუჯა ზამბახები, ანუ დაბალი, რომელიც არის 18 სანტიმეტრიდან 38 სანტიმეტრი. აი ესეთი მოცუცქნულები ძალიან საყვარლები, კი, და ძალიან მრავალფეროვანი. ანუ არ არის პრობლემა, ხო? არ არის პრობლემა, მე მაქვს ერთი 40 ფერის, მარტო ისეთი ძალიან ლამაზებია, აი ძალიან განსხვავებულებია დაბალი ჯიში. აი ხა შეიძლება შევიძინო დაუშვათ ქოთნისთვის? კი, აი ხა ზამბახის სიმაღლე ნუ გასაგებია. იმიტომ რომ უკვე დაამთავრა ჯუჯა. აი ხა რა მაინტერესებს, აი ჯუჯა ზამბახი თქვით, ამისი სიმაღლე რითი ღეროთი მოყვავილეთი განისაზღვრება თუ ფოთლის სიმაღლით განისაზღვრება? ძირიდან ყვავილის ბოლომდე ზომა რაც ეს არის ზომა. 18 სანტიმეტრიდან იწყება და 40 სანტიმეტრამდეა ჯუჯები, ანუ ეგენი იწყებენ. მე გვაქვს საშუალო სიმაღლისები დაახლოებით 50-65 სანტიმეტრის ზამბახები და გვაქვს კიდე 1.20 რო არის, ანუ 100 სანტიმეტრიანი. საკმაოდ დიდი, თუ არ დაუმაგრეთ ღერო ახლა ცოტა ისეთი ქარებიც რო წავიდა, ხელი შეშველება ჭირდება. კი, იმიტომ რომ თვითონ ყვავილიც მძიმეა და ის ღერო რო ქარაობს, ცოტა შეიძლება დისკომფორტი შეიქმნას და დაკავება ჭირდება მაგას. კიდევ რა მაინტერესებს, იცით, აი იმას თაიგულებში გამოიყენება ზამბახი? აი ან სასაჩუქრეთ რაღაცა დეკორატიული დანიშნულებას. აი ეს მე ვთვლი რომ არ არის, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ნაზი ფოთოლი აქვს ზამბახს და ძალიან ისეთი აი ოდნავ ხელის შეხედვით შეიძლება დაუზიანდეს და ის ფორმა ეკარგება, რაც თქვა სათაიგულე ყვავილს სჭირდება. ამიტომ თაიგულებში ესე არ იყიდება აქტიურად, იმიტომ რომ მეორე ყვავილთან შემხებლობაში უკვე შეიძლება ტოტიც და ის ფოთოლი დაუზიანდეს, ჩამოთვლეს და ვიზუალს კარგავს. ანუ მარტო ზამბახების თაიგული რო გაკეთდეს არა, ანუ იმიტომ ერთმანეთს შეხება უკვე აზიარებს. იცი როგორ არის რომ დააკვირდები ზამბახს ძალიან სიფრიფანა და მბზინავია. აი იმ წუთში ეთყობა ოდნავ შემხებლობაში სხვა ყვავილთან. და ზოგადად უნდა დაუტყვით ბაგებში. კი ბატონო და ქოთნებში. ისაც ბაგი ქოთნებში შეგვიძლია კი ბატონო. და ზოგადად საქართველოში როგორ აყვავდა, ანუ რამდენად გავადულდა, იმიტომ რომ სამშობლო ხო როგორც თქვით, მე მგონი იტალია, ხო თუ არ ვცდები. ანუ თუ გვაქვს ცნობები რამდენი დაუშვათ ხნის წინ შემოვიდა, თუ არის დაახლოებით აქტიურად შემოვიდა, აი რაც უფრო ის ინტერნეტები და იმის საშუალება გაიხსნა და ვიზუალურად შევძელით დანახვა, დაახლოებით 15-20 წელია უკვე საქართველოშიც. თქვენ როდის შეგიყვარდათ, როდის დაავადდით ზამბახებით? მე აი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ყვავილები და იმ თავის დროზე რომ მეგონა რომ მართლა იმ სასაფლაო ზამბახების გარდა და იმ ისტორიულის გარდა არ იყო არაფერი და ის ზამბახებიც თავის დროზე ყველაფერი ჰქონდა, რაც იმ პერიოდში იყო, მაგრამ ნელ-ნელა უკვე საზღვრებიც რო გაიხსნა და საშუალებაც შემოვიდა, რომ ამერიკის სანერგედამსარგებლობ მე მაგალითად ძალიან აქტიურად ვიწერ რუსეთის სანერგედან ადგილობრივი კოლექციონერებისაგან ხან ყიდულობ, ხან ვცვლით ერთმანეთში, იმიტომ რომ მრავალფეროვნება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ესეთ ჯიშებზე აქტიურად ვმუშაობთ, რომ ყველას ქონდეს ძალიან კარგი ჯიშები. და მე დაახლოებით ერთი 8-9 წელია, რაც კოლექციაზე გადავედი ესეთ ახალი ჯიშის მოდელების შეძენაზე, საკოლექციო მოდელების გამრავლებაზე და რა ვიცი ესე და ძალიან ისეთი მოთხოვნაც მაქვს ჩემ თავთან, რომ იქნება აქაც შევქმნათ რაღაცა ისეთი მოდელი, თქვა ჩვენც მივიდეთ ადგილობრივი ზამბახომანები იქამდე, რომ ჩვენ თვითონ გამოვიყვანოთ კიდევ რაღაც საინტერესო მოთხოვნა როგორია ზამბახებზე? ცნობადობის გათვალისწინებით, თქვა თუ ვინმე აი კოლექციონერები საკმაოდ ბევრი ყავს ძალიან კარგი შეგვიძლია და აი ესე. ისეც არის ხო, ანუ მაგ განმარტებიდან გამომდინარე რომ ვიღაცებისთვის მხოლოდ სასაფლაოს ყვავილი იყო, უბრალოდ გადარწმუნება გვჭირდება მაგათი რომ დაინტერესენ, ამიტომ ვაკეთებთ ხოლმე პრეზენტაციებს იმას, რომ ცნობადობა რომ არის ძალიან ბევრი ფერი, ძალიან ლამაზი და არ არის მარტო სასაფლაოსთვის, თქვენი გულების გასახარებლადაც არის, ნელ-ნელა შემოვიდა უკვე აი რომ ვერ წარმოეგინათ სურათებს რო ვდებთ, ახლა
და რომ მოდის კომენტარები და რო ვერ წარმოედგინა და ყველას გონია რომ ეს ფოტოშოპია და რო ვეუბნება აი ჩემ ბაღში გეპატიჟები და ეს რეალურად ზამბახია. კი და აი ძალიან იზრდება ძალიან მოთხოვნა ამ ზამბახების მოვლაზეც იმაზეც არ ვიცი ახლა რამდენად შეძლებენ მაგრამ ძალიან მარტივი მოსავლელია თუ გიყვარს მით უმეტეს არ ჭირდება ბევრი ვთქვათ ისეთი პრეტენზიული მოსავლელი არ არის არც ვთქვათ სეზონურად რაღაცა ამოღება გადარგვა გადმოყვა პერიოდის შემდეგ გარკვეულად 4 წლის მერე უნდა დავშალოთ რომ ის ძველი ბოლქვები უკვე რაც აღარ ყვავილებს ერთმანეთს აჯდება და всё აღარ ვითარდება ამიტომ ის უნდა დავშალოთ გამოვაცალოთ ეს ძველი ბოლქვები და ის ახალი დედაბოლქვი თავისი ორ-ორი შვილი ყოებით გადავსვათ ცალკე ეხლა რა მაინტერესებს თქვენ ეს ეზოში გააქვთ ბევრი აი რჩევის სახით რომ დავიწყოთ მე და ნინო ამ ზამბახების აი ერთი ფერები თუ შერეული ფერებით არის უფრო ლამაზი შერეული ფერებით იმიტომ რომ ხალი ჩასხნის ფერადები აი ლურჯები ცალკე ყვითლები ცალკე რაღაცა ძალიან უხდება თქვათ მელნისფერი და ყვითელი და ნარინჯისფერი ერთად აი კონტრასტი იმდენად მკვეთრია რომ ხედავ აი ხედვა ცეცხლს ანთებს ბაღში აი ძალიან სხვანაირია ის მომინდა უკვე მაგ ბაღში გასეირნება გეპატიჟებით გამოისეინეთ ჩემთან ატახტარში დაგპატიჟებთ პირის სიამოვნებით გიმასპინძლებთ ზამბახების ეხლა ის ამინდები მაინც ყვავილობს უჭირს მართალი გითხრათ აი გუშინ სპეციალურად ჩავირპინი აქედან ატახტარში რომ არ გამომრჩეს რომელიმე ახალი მოდელი რომ გაიყვავილებს თუ გაიშლება არ გამომრჩეს და დავასურათო და გადავიღო და შევხედო რამე ხო არა კან შემთხვევით ლოკოკინე ხო არ შეძურა საათმე რომ წამოუკრიფო გამოუტანო რომ ვაცალო რომ გაყვავდეს ეხლა ამათ უკვე სახელებსაც აწერთ კი ყველა თავისი სახელით მიღე ყიდვის დროს რა შეგვეშალოს თავისი ისტორია როგორც კატალოგი ეგრე ვაკეთებთ ეხლა რაზეც ხელმისაწვდომობა გვაქვს ეხლა ამ წუთში რასაც ვიწერთ და ვყიდულობთ ყველას მოყვება თავისი ანოტაცია და შესაბამისად ყველა ახალი ჯიში ზამბახი ვიცი რომელი რა მოდელია რას ძალიან მზე უნდა და ჩრდილის ყვავილი არ არის ზოგადად შეკითხვა მინდოდა მოწყვის ფაქტორიც მაინტერესებს ანუ როდის და მოყარულია ზის მოყარულია არ უნდა თავისი ციფრი ფანა ის აი თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი ფოთლები აქვს აი თვითონაც სქელია და უფრო წვნიანი არ ფუჭდება ეგრე მალე და დარგვის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ რომ ზამბახი არ უნდა დავრგოთ ღრმად აი ის ბოლქვი რომელიც აქვს ოდნავ კიდევაც უნდა ჩანდეს იმაში მიწისზევიდან რომ ის რო თბება მე უფრო მალე იწყებს შვილიერებას და ღრმად არ უნდა ჩარგოთ რომ მე ღრმად ჩარგული უფრო ფოთლების განვითარებაზე მიდის ვიდრე თქვა ღეროზე და ყვავილზე და მორწყვის მიხედვით ეხლა არც ძალიან დიდი ხნის მორწყვა არ ჭირდება ანუ ესე რომ ყვავილები რო ჩამოჭრნება და წყალი უნდა მიაშველო ეგრე არ არის ანუ თავის თავს სულის კარგად ცოტა ჩვენ ხეს თუ შევაშველებთ ნუ კვირაში ერთხელ არ უნდა არც კვირაში ერთხელ ეხლა ჩვენი წვევებია არა სტანდარტულად არა აი ძალიან სიცხეში კვირაში ერთხელ მე მაგალითად არ ვწყავს ამბახებს არ ჭირდება ეს ბოლქვიანი რო არის ალბათ თვითონ ინახავს შიგნით თავის ყველაფერს იმიტომ რომ თვითონ ღეროსაც თავისი წვენი და წყალი აქვს ფოთოლიც უფრო ის არის უხეში და თავის წვენს ინახავს ამიტომ თავის თავს ასე თუ ისე რაღაცნაირად თუ ცოტა ჩვენი მოფერება სიყვარული და მოვლენა ანუ რომ ყვავილთან ერთად უყვარს მეზობლობა ძალიან კარგი მეზობელია ვარდებთან ისე კარგად მეზობლობს კი იმიტომ რომ ადრე პერიოდში იწყებს ზამბახი მე მაგალითად ვარდების ძირში ანუ ადგილის კომპაქტურობის მიზნითაც ძალიან კომფორტულია რომ ვარდებთან ძირშიც დავრგოთ ეგენი დაიყვავილოს მე იწყებს ვარდები ყვავილობას ასე რომ კომბინაციაში და ის ქვემოთ ვარდებში ეს მწვანე ფოთლები ზამბახების ექნება ძალიან ახლა ის ცოტა მომწვარი თუ ექნება ან დაზიანებული თუ იმას შემოვაცლია მე ყოველთვის მაქვს შუი და ნახარი ღერო ანუ სიმწვანისთვისაც ძალიან კარგი სხვა ყვავილებთანაც ანუ პრეტენზია რომ რამესთან თქვა შეუთავსებლობაში იყოს ეგრე ზამბახები არ არიან. შვენიერი. ისე ახლა მე რატომღაც წარმოვიდგინე ზამბახები ალბათ ერთი ცალი არ იქნება ლამაზი. აი რამოდენიმე ცალი ერთად იქნება, ხო, ლამაზი. კი, რა ვიცი, ახლა ის ერთი ცალი ახლა მარტო რო იყოს, ხო, ეს ერთი ძირი არა, მაგრამ იმ ერთ ბუჩქზე თუნდაც ერთი და იგივე ფერის რამდენიმე უკეთა ძალიან ლამაზი კომბინაცია. ახლა რაღაცა მწვანე, სიმწვანე, მარად მწვანესთან ეს ზამბახები რო ძალიან და ნუ ნებისმიერ სივრცეში არა აქვს მნიშვნელობა შეგვიძლია ეს დიდი სივრცე იქნება პატარა სივრცე იქნება ბაღი იქნება აივანი იქნება კი უბრალოდ ის უნდა გავითვალისწინოთ რომ როდესაც უკვე ისე გამრავლდება რომ ეს ბოლქვები ერთმანეთს გადაჭრება ის ძველი ბოლქვები გამოვაცალთ იმიტომ რომ ადგილი ჭირდება რა ადგილი ჭირდება ხო ერთხელ ჩავრგო და მივატოვოთ არა ჭირდება თუმცა არ არის პრეტენზიული იმ დროს რომ გამოვაცლი და ისე იმ ადგილზე თუ ჩავრგო არა აქვს პრეტენზია მაგაზე ძალიან
მოგყვებათ. ზამბახების ფესტივალი თუ იმართება და რომელ ქვეყანაში? არის ფლორენციაში აქვთ ეგრე ის სადაც დიდი ბაღია და ძალიან ის არის, მაგრამ რა ვიცი ჩვენც გვაქვს რაღაც ქართული მეზამბახებს მსგავსი ამბიცია ქართული ფესტივალი დავარსოთ აქ და რაღაცა ანონსი გამოვიდა, მაგრამ ხო, რაღაც გეგმები გვაქვს ეგრე. რეგისტრებს წარმატებია. ხო, ასე რომ ფლორენციაში არ მოგვიწევს ზამბახების აღავა წასვლა, შეგიძლიათ ნატახტაშიც ჩვენ მოვიდეთ. დავგეგმავთ, ჩვენ წავალ და მე თქვენს ამბავს ჩამოგვიტანთ იქ. აქ დაგახვედროთ პატარა ფლორენციის ბაღს. ძალიან კარგი წარმატებებს წარმატებებს და მართლა საინტერესო იყო. ძალიან დიდი სიამოვნებით გიმას პინძლებთ ნატახტაში. სიამოვნებით, დიდი სიამოვნებით. ზამბახების ბაღში გავისეირნებთ თქვენთან. კი და ლამაზი ფოტოები გამოდის, ხო? ძალიან ეფექტურია, ძალიან. აი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ მართლა ფოტოშოპი ხო არა, მაგრამ ესო ხელი ჩემ ტელეფონშია გადაღებული. აუცილებლად გესტუმრებით. კიდევ რა მაინტერესებს, გარდა ზამბახებისა, თქვენ კიდევ რა მცენარეების კოლექცია გაქვთ, ასე ვთქვათ? ეს ცოტა მოკრძალებული კოლექცია მაქვს ვარდების და შროშანებს, ან ლილიებს რო ვეწახით. ლილიების რამდენი 40-ის ავედი. რასაც აი, მივამატე. ცოტა სერიოზულად გამანაწილო და ხო, ლილიების ბაღი არის ჩემი ოცნება. მაგის მიოთა აი ზო ეგ არ არის ის აი ლილიებზე სასაუბროდაც მოგიწევთ აუცილებლად. არის გესტუმრებით კი ბატონო. ხათაშოვის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ყვავილია. ლილია. მე უკვე ლილიები რო გაიშლება, მე ლილიებით მოვა. ძალიან მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა. ზამბახების კოლექციონერი ირინა ბარბაქაძე იყო ჩვენთან სტუმრად, ვისაუბრეთ ზამბახებზე. ელისო მადლობა და ამ გადაცემას რა თქმა უნდა, ისე შემდეგ 4 შაბათს იხილავთ დილის ეთერში და საინტერესო თემით შემოგვერთები, სიურპრიზად დავტოვოთ. სიურპრიზად დავტოვოთ ნამდვილად. მადლობა, წარმატებები რადიო იმედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მალე დაგიბრუნდებით. დროებით ბედნიერი კვირა. ნახვამდის.